საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. ასევე გაიმართება წვიმადელთა ფიცის დადების ცერემონია. ნინი დილამშვიდობის, ჩაგორთვება ახლა. დილამშვიდობისა ნინი, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დილამშვიდობისა. ეს დღე ჩვენია, სწორედ ეს არის დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი. ეს დღე მართლაც თითოეული ჩვენგანისაა და მე აქედან უდიდესი სიყვარულით მოგილოცავთ ყველას ამ ეროვნულ დღესასწაულს. 26 მაისთან დაკავშირებით ტრადიციულად ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. მე ახლა როგორც ხედავთ თავისუფლების მოედანზე ვიმყოფები, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ყველაზე ემოციური ეპიზოდი იმართება დღევანდელი საზეიმო ღონისძიების, რადგან აქ ახალწეულები სამხედრო ფიცს დადებენ. როგორც ხედავთ, თავისუფლების მოედანზე გამოფენილი არის სამხედრო ტექნიკა მოსახლეობისთვის და ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე და ანალოგიურად წელს სამხედრო ტექნიკა გამოიფინა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. და ასევე თქვენ როგორც ხედავთ, აქ იმყოფებიან თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფები შესაბამისი აღჭურვილობით. ჩემთან ერთად ახლა იმყოფება სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკრუტირების სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი ბეჟან კიკნაველიძე და იგი უფრო მეც მოგუყვება ამ დღის შესახებ. მოგესალმებით ბატონო ბეჟან. უპირველესად მინდა მოგილოცოთ თქვენ ეს დღე და მინდა გკითხოთ თქვენთვის როგორც ამ ქვეყნის სამსახურში მყოფი ადამიანისთვის, რას ნიშნავს 26 მაისი? მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის და ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე არის დღეს. ეს დღე ასოცირდება თავისუფლებასთან, ეს დღე ასოცირდება დამოუკიდებლობასთან და ეს არის სწორედ ის ღირებულება, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს და გვეამაყება და გვაძლიერებს და ხვალინდელი დღის იმედს გვიჩენს. კი ბატონო, ასე მინდა გკითხოთ, რამდენი ახალწეული დადებს სამხედრო ფიცს წელს? მადლობა. წელს ამ ეტაპზე ფიცს დადებს 7-ზე მეტი ახალწეული და ხაზგასაცმელია ისიც, რომ უმეტესი მათგანი არის ნებაყოფლობით რეგისტრირებული, მათ თავად გამოთქვეს სურვილი გაიარონ წვიმადელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით წელს რაიმე სიახლეები თუ გაქვს? ძალიან ბევრი სიახლე არის. პირველ რიგში სიახლე ეხება იმას, რომ წვიმადელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ახორციელებს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. ასევე წვიმადელების შერჩევა ხდება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ეს აღარ ხდება უკვე ადამიანების მიერ, უბრალოდ პროგრამა არჩევს, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური გამჭირვალობა და სამართლიანობის პრინციპი. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ წვიმადელებს სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეეძლებათ და ჩვენ თავაზობთ მოქალაქეებს სხვადასხვა ვარიანტებს. პირველი არის 6 თვის ვადით სამხედრო სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში, ასევე შეიძლება უზრუნველყოფის ან დაცვის ქვედანაყოფში 8 თვის ვადით და ასევე შესაძლებელია 11 თვის ვადით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ანაზღაურება, აგრეთვე 11 თვის ვადით გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო დაუფინანსებს სწავლის საფასურს უმაღლეს სასწავლებელში, არა უმეტეს 2250 ლარის წელიწადში და არა უმეტეს 4 წლის ვადისა. აგრეთვე შესაძლებელია მოქალაქეებმა ნებაყოფლობით გამოთქვან სურვილი სამხედრო სამსახურში გაწვევის. ამ შემთხვევაში მათ შესაძლებლობა ექნებათ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ლოკაციებიდან თავად აირჩიონ სად იმსახურებენ, რომელ სამსახურში იმსახურებენ და დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ 30%-ით მეტს. ძალიან კარგი სიახლეებია ნამდვილად. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. მეც გილოცავთ. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ მიულოცავ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები და არაერთი შემეცნებითი აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი და ამ მხრივ დედაქალაქში დატვირთული იქნება ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. ძალიან დიდი მადლობა ნინი. ურმესი მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.